Patuțemul telemaqurebelor mughesalmit. Megaqlavart Zazakatiashvili, advocati უფლებადამცველი და წარმოადგენენ ჩემს მორიგს ავტორო გადაცემას არასამართლიანი სასამართლო. არასამართლიანი სასამართლო, ვისაც შეხება აქვს სამართალთან, ვისაც შეხება აქვს სასამართლოთან, ვისაც შეხება აქვს გამოძიების ორგანოებთან, თითქმის ყველა ოჯახში შევიდა საქართველოში. 35 წელია საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი მოთხოვნა, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი, იყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, იყოს სამართლიანი სასამართლო, ეს არის ქართველი ადამიანებისთვის აუხდენელი ოცნება. პატივცემულო ტელემაყურებელო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შემთხვევაზე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც მეუღლემ თავის ცოლს მიაყენა დანით 33 ჭრილობა და უფლის დიდი მადლით და ძალით ქალბატონი გადარჩა. დღეს უნიკალური ქალბატონი გვყავს ჩვენ სტუმრად, ქალბატონი გულნარა აბულაშვილი, ექიმი. ძალიან წესიერი და კეთილშობილი ქალბატონი, რომელიც მთელი სიცოცხლე სწავლობდა, მიიღო პროფესია და ემსახურებოდა საქართველოს. მაგრამ როდესაც ქალბატონ გულნარა აბულაშვილს დაჭირდა სახელმწიფოს გვერდში დგომა, გულნარა აბულაშვილი სახელმწიფომ გაწირა. კერძოდ, როდესაც გულნარა აბულაშვილს მიაყენეს 33 ჭრილობა და საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, მის ყოფილ მეუღლეს მიუსაჯეს 4 წელი და შეუფარდეს იძულებითი მკურნალობა. როგორც ქალბატონი გულნარა აბულაშვილი ჩვენ გვეუბნება, ვინაიდან მან ვერ გააკონტროლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოძიების მიმდინარეობის პროცესი, სავარაუდოდ აქ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, ასევე ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ექსპერტიზა იყო უკანონო და ფიქრობს, რომ გარკვეულად ექსპერტებმა შეღავათი გაუკეთეს მის მეუღლეს. დღეს გულნარა აბულაშვილის თავდასხმიდან მეგობრებო, გავიდა ზუსტად 3 წელი. გულნარა აბულაშვილი არის დათქმული იმით, რომ დაახლოებით 1 წელში მის მეუღლეს ეწურება პატიმრობის ვადა. ქალბატონი გულნარა ფიქრობს, რომ თუ მისი მეუღლე 1 წელში გამოვა და კერძოდ თუ შეიკრებება ახალი სამედიცინო კომისია და დაადგენს, რომ მისი მეუღლე უკვე განიკურნა, ამისი ეჭვები გულნარა აბულაშვილს აქვს, იმიტომ რომ თვითონაც ექიმია და იცის სამედიცინო სფეროში რა ხდება, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება საფრთხის ქვეშ. ქალბატონმა გულნარა მიმართა გენერალურ პროკურატურას, მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასათანადო გვერდში დგომა იქნო ქალბატონმა გულნარამ გენერალური პროკურატურისაგან და ჯანდაცვის სამინისტროსაგან. ქალბატონო გულნარა, მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, თქვენ გრძანდებით მართლაც უნიკალური ადამიანი, რომელიც უფლის დიდი ძალით და მადლით გადაურჩა იმ საშინელებას, რაც თქვენ გამოიარეთ. ქალბატონო გულნარა, მოდი გავიხსენოთ, თუ თქვენ შეგიძლიათ ის ძალიან მძიმე მომენტი, რა შეგემთქვა თქვენ, როგორ მდგომარეობაში იყავით და როგორ გექცევათ სახელმწიფო და გძნობთ თუ არა თქვენ რომ დაცული ბრძანდებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. დიახ, ნამდვილად გავიხსენებ იმ დღეს, ეს მოხდა 2023 წლის 2 ივლისს, როდესაც დამიკავშირდა ჩემი მეუღლის მამი და დამთხოვა მივსულიყავი მათთან, რომ გამსაუბრებოდნენ. მე უარი ვუთხარი მათ და მთხოვა, რომ მივსულიყავი სულ 15 წუთით, რამენაირად გამომენახა დრო. რა თქმა უნდა მივედი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლე მომექცა თბილად და აქ იკვეთება გაყალბებული საბუთები იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც მე მივედი ჩემი მეუღლე მომექცა თბილად, ანუ ამას დავარქმევ იმას, რომ მე არანაირი ეჭვი არ შემიტანა მის განზრახ მკვლელობაში, მომეჩვენა თავის, რომ თქოს მას უნდოდა ჩემთან გასაუბრება. მე როდესაც
მივედი და გავიდა ეს გარკვეული პერიოდი, ცოტა ხნით ვიყავი მისული ჩემმა დედამთილმა და ჩემი ქმრის მამიდამ, რა თქმა უნდა მითხრეს, რომ შევრიგებულიყავით და ოჯახი არ დაგვენგრია, რაზეც ჩემგან მიიღეს უარყოფითი პასუხი, ჩემმა მეუღლემ რომ მოვდიოდი, რატომ მიდიხარო, მკითხა და გაიწია და ადგილი დამითმო. ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ მისგან მე ვიგრძენი, ეს სიტყვა ადგილი დამითმო და დავჯექი. ჩემი ქმრის მამიდა და ჩემი დედამთილი წავიდნენ, დაგტოვეს მარტო რომ ჩვენ გვესაუბრა. როგორც წავიდა ჩემი დედამთილი და კარები დავხვდა, შემოვედი, ეს ადამიანი დამხვდა ჩაფიქრებული, მე გამოვიღე მაციურიდან წყალი მინდოდა, დამელია წყალი, რომ ძალიან ცხელოდა 2 ივლისი იყო და ბოთლი რომ ვერ გავხსენი, ვთხოვე რომ გაიხსნა, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია, წავიღე მეორე ოთახში, დავდე ტუმბოზე რომ ზე იყო იქ და ვიფიქრე გავღვება და მე გავხსნით ხო და რომ უნდა გამოვსულიყავი, დამხვდა ძალიან უზარმაზარი დანით კარებში და მუცელში დამარტყა, მე ვერ მივხვდი, აი საერთოდ გუნზე ვერ მოვედი, ისე უცებ მოხდა ეს. მომაყენა 33 ჭრილობა, თავიდან ანუ თავი ვიყვირე და შემდგომ უკვე ყვირილის თავიც აღარ მქონდა, იმიტომ რომ სისხლისგან ვიცლებოდი. ვიყავი იატაკზე, დაახლოებით 15 წუთი იყო გასული, რომ უკვე კარებზე იყო აკუნის ხმა. და ეს კარებს არავის არ უღებდა. იყვნენ მეზობლები და ჩემი დედამთილი. ჩემი დედამთილი ეძახდა რომ გაეღო კარები, მაგრამ ეს კარებს არ უღებდა და აგრძელებდა ჩემს დანით ჭრილობების მოყენებას. ამასთანავე პასუხობდა ტელეფონზე შემოსულ ზარებს და ერთ-ერთმა ადამიანმა რომ დაურეკა და კითხა რა ხდებაო, ანუ უთხრა არ არის კარგი მდგომარეობაო. გადიოდა აივანზე, მოწევდა სიგარეტს, შემოდიოდა, მე ვიყავი დაახლოებით 9 საათი მაინც იატაკზე და აგრძელებდა ისევ ჩემს ჭრილობების მოყენებას, მოწევდა სიგარეტს, შემოვიდოდა. მე მიიღებდა ვიდეოს და ჩართო Facebook-ზე პირდაპირ ლაივი. მიიღებდა ვიდეოს და ამბობდა რომ მე დავუნგრიე ცხოვრება. შემდგომ უკვე აღარ მახსოვს, შემოიტანა დიდი რაღაც ნივთი იყო, არ ვიცი, საქმეში წარდევს ის ნივთი, რითიც თავი გამიტეხა, დამარტყა თავში და მომაყენა თავზე ჭრილობა, ის დაზიანება. ისეთი დაზიანება მქონდა, რომ მოხდა ჩემი ძვლების ამოკვეთა და ამჟამად მაქვს თავი ამოვსებული ძვლის ცემენტით, ჩამიტარდა პლასტიკური ოპერაცია. მოვიდა სასწრაფო, კარები გრძალის გამოყენებით შემოამტვრია სამაშველო ბრიგადამ, ეს მე საქმის მასალებიდან გავიგემე, რომ იმ დროს უკვე გონზე აღარ ვიყავი და სასწრაფოს ექიმი მედგა თავზე და დამამშვიდან უგეშინია, ექიმი ვარო, როგორ ხარო და რომ ვთხარი, ვერ სუნთქავდი, შემოიტანეს ჩქარასაკაცე და გადამიყვანეს ქართულ ჰოლანდიურ კლინიკაში, სადაც ჩამიტარდა გონზე ვიყავი რომ შევედი და მე ვთხარი ექიმებს რომ მქონდა შინაგანი სისხლდენა, მქონდა თავი დაზიანებული და ჩემთვის ეცნობებინათ ეს ამბავი. მე შემიყვანე საოპერაციაში, მის მერე აღარ მახსოვს, მე ვიყავი მედიკამენტოზურ კომაში, ჩამიტარდა არაერთი ოპერაცია, შემდგომ გადამიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში და იქ გავდიოდი მკურნალობასთან, ვიყავი მედიკამენტოზურ კომაში, პერიოდულად მაღვიძებდნენ ექიმები. რამოდენიმე დღის მერე განვითარდა პერიტონიტი და ისევ გადამიყვანეს საოპერაციო ბლოკში, გამიკეთდა ოპერაცია და ამ დროს მოხდა 12 გოჩა ნაწლავის რეზექცია. შემდგომ ისევ დამაბრუნეს რეანიმაციაში და ვიმყოფებოდი დაახლოებით 2 კვირა რეანიმაციულ განყოფილებაში, შემდეგ პალატაში, შემდგომ უკვე სახლში გავდიოდი რეაბილიტაციას და ამ დროს ჩემთან მოდიოდნენ გამომძიებლები, რა დროსაც მოხდა ჩემი გამოკითხვა და მე ვიმყოფებოდი ნარკოზიდან ახალი გამოსული
და ბევრი რამე არ მახსოვდა იმ პერიოდში, მაგრამ როდესაც საქმის მასალებს გადავხედე, რაც მქონდა მიცემული ჩვენება, იქიდან ძალიან ბევრი ჩვენება იყო ამოღებული, რაც იყო მნიშვნელოვანი და რაც გამოდგებოდა იმისთვის, რომ ლამარა ნამგალაძე ადვოკატიც მინდა აღნიშნო, მე ცუდად ვიყავი და ამ პერიოდში არ შეეძლოთ ჩემი ოჯახის წევრებს ვიყვნენ გადმორთული იმაზე, რომ ჩემი სიცოცხლე დაეცვათ და ჩემი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ და მკვლელის მე დავარქმევ მკვლელს, იმიტომ რომ მან მომკლა მე და მე უფალმა გადამარჩინა და ჩემმა კოლეგებმა გადამარჩინეს ძალიან დიდი ძალისხმევით, უფლის წყალობით ვარ გადარჩენილი და ფეხზე დამდგარი, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვინც ეს გაიგო, ნახე მთელმა საქართველომ გაიგო ეს და შეწრწუნებული იყო მთელი საქართველო ამ ამბით, არავინ არ ელოდა ჩემს გადარჩენას. ქალბატონ გულარა, ერთ კითხვას დაგისვავთ, სანამ გააგრძელებთ. აი თქვენ ბრძანეთ, რომ გამომძიებელი მოდიოდა თქვენთან, თქვენ იყავით ძიმე მდგომარეობაში, შეგთავაზოთ თუ არა გამომძიებელმა ადვოკატის აღვალისუფლება ქონდათ? არა, პირიქით. ჩემი საქმის გამომძიებელი იყო პაატა ჯალაღონია და მინდა აღნიშნო აქვე, რომ სანამ იქნება პაატა ჯალაღონია საქართველოში გამომძიებელი და ანა კაპანაძე პროკურორი, ძალიან ბევრი ჩემნაირი დაზარალებული იქნება საქართველოში სამწუხაროდ. იმიტომ რომ მათ არაფერი არ გააკეთეს. მე ვიყავი. არ გააკეთე, მოდი ახლა ჯერ აქ მივიდე. თქვენ რად უთხარით გამომძიებელს? და რა ჩაწერა? აი გაიხსენეთ ახლა. რაზე ამახვილებთ ძირითადად აქცენტს და თქვენ რამ გაგაკვირვათ, რომ არ ჩაწერეს ეს? დიახ, გეტყვით, მოგხსენებთ. ანუ მე როდესაც ვიყავი მათთან მისული სახლში, ჩემი დედამთილი მეუბნებოდა, რომ უნდა შევრიგებულიყავი და ოჯახი არ დამენგრია და უნდა მომეთმინა და ასევე მეუბნებოდა ჩემი დედამთილის მული, მისი მამი და მედიკო გადელია. და მეუბნებოდა მედიკო გადელია, რომ მას ქმარი ყავდა ისეთი, რომ მოდიოდა მთვრალი აკანკალებდა. და მე უნდა მომეთმინა ესენი და ეს ესმოდა ჩემ ქმარს. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს ანუ ის კი არ იყო, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის შეერიგებინა ჩვენ თავი. ეს იყო ის, რომ მე უნდა მომეთმინა და ეს იყო მისი წაქეზი. რა უნდა მომეთმინა, ქალბატონო? უნდა მომეთმინა აბსოლუტურად რასაც მიშავებდა ეს ადამიანი ყველაფერი. ჩვენ გვქონდა ყოფით ოჯახში მნიშვნელოვანი, ანუ არაფერი არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი ჩხუბი, ვთქვათ, რასაც ქვია ეჭვიანობა, ვთქვათ, ეს შესაძლებელია ეს მოხდეს, ანუ ქმარმა ცოლს ასეთი ჭრილობები მიაყენოს ეჭვიანობის ნიადაგზე, ან რაიმე. შესაძლებელია იყო ეჭვიანი კიდეც, იმიტომ რომ ვიხსენებ რამოდენიმე ფაქტს, რომ ჩემ ტელეფონს ყოველთვის ამოწმებდა და რაღაც, მაგრამ მე ამას არ ვთვლიდი, რომ ეს ეჭვიანი იყო. ანუ ჩვენ მე როდესაც იქ ურთიერთპატივისცემა დაიკარგა, ჩვენ ყოფით პრობლემებზე ვჩხუბობდით და აქ არ იყო მნიშვნელოვანი არაფერი. კარგი, ქალბატონ გულარა, მაშინ წავიდეთ ისევ იქ. ესე იგი, პირველი მან არ დაწერა გამომძიებელმა, რომ თქვენ უთხარით თქვენი დედამთილი და თქვენ დედამთილის მული, ანუ თქვენი ქმრის მამი და რა პოზიცია ჰქონდა? რა პოზიცია ჰქონდა? დიახ, ეს იმიტომ არ ჩაწერა, აქ არის ჩემი და ეს არის გამართლებული ეჭვი, რომ არ დამჯდარიყვნენ საბრალდებო სკამზე ეს ქალები. ეს იმიტომ არ ჩაწერა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ მათ როლს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჩარეულები და მათ რომ ჩემი თავი იქ არ მieყვანათ, ეს ამბავი არ მოხდებოდა. ხო, მაგრამ მათ ხო წინასწარ არ იცოდნენ, ქალბატონო გულარა, ეს ადამიანი ამას გააკეთებდა, მაგრამ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ წავიდნენ ფაქტობრივად საფუძველი შექმნეს რომ დათავსდეთ ნახეთ, აქ იკვეთება ის, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რას წარმოადგენდა ეს პიროვნება ოჯახმა და ძალიან კარგად იცოდნენ როგორი ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა მას და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სავალალო იყო ჩემი იქ დატოვება. მათ იქ არ უნდა დაეტოვათ ჩემი თავი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაქცირეს? გამწირეს, რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამ ორმა ქალბატონმა გამწირა და მე არ მომეცა საშუალება ამ პერიოდში არავინ, ანუ ეს არ მიიჩნია არა სწორად, რასაც მე ვამტკიცებდი იმ პერიოდში. კარგი, აი თქვენ თავდასხმასთან მიმართებაში რას თქვით?
რომ ფაქტობრივად ეს ადამიანი განწყობილი იყო თავიდანვე, რომ ანუ მოეკალით თქვენ და მე გეტყვით ზუსტად რომ ანუ ეს იყო დაგეგმილი მე წეხან აღნიშნე რომ დააფიქსირა გამოძიებამ რაც მე მოვუყევი ეს არ არის ანუ დაფიქსირებული და რაც მე არ მithქვამს გამომძიებლისთვის არის ის რომ აპრილის თვეში ჩვენ მოგვივიდა უსიამოვნება იმასთან დაკავშირებით რომ მე კურნალობდი რომ მინდოდა შვილი მყოლოდა და მასაც ჰქონდა ანალიზი ჩასაბარებელი ამ ანალიზთან ჩაბარებასთან დაკავშირებით მან განაცხადა უარი რომ არ ჩააბარებდა და ფაქტთან მოგვივიდა უსიამოვნება და ამ დროს დამიმუქრა მე ეხლა რომ მოკლა შენ გამო ციხეში წავიდეო ეს მას თავში უტრიალებდა ეს იყო აპრილის თვე და ეს მოხდა 2 ივლის რა ეს ანუ მე არ მithქვამს მე ვიყავი სახლში არ მithქვამს აბა საიდან ჩაწერა გამოძიება არ ჩაუწერია გამოძიებელს ეს ანუ მე ვიყავი გამოკითხული ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ მე სამოხდა მე ერთხელ ვარ გამოკითხული ბატონზასა და მე ჩემი ანუ ჩვენება მოსამართლეს არ მოусმენია ჩემი მე სასამართლო პროცესზე არ დავსწრებულ ვარ ძალიან სწრაფად მოხდა 3 თვეში როცა 9 თვე მიმდინარეობს გამოძიება 3 თვეში დაასრულეს და შეწყვიტეს ყველაფერი და საქმე დახურეს იმის გამო რომ უკვე როდესაც მე უნდა ყოფილიყავი სასამართლო პროცესზე და მოსამართლეს ჩემი ჩვენება მოესმინა ზუსტად შეწყდა სასამართლო აღარ გაგრძელდა და ჩემი გამოკითხვა მოსამართლეს არ მოусმენია არც ის ვიდეო მტკიცებულება არ მოусმენია მოსამართლეს იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ჩვენ უნდა შევიტანოთ ეჭვი ექსპერტიზის დასკვნაში, იმიტომ რომ თუ ექსპერტიზის დასკვნა იყო ისეთი, რომ თქვენი მეუღლე მიიჩნიათ შეურაცხყოფად, მე არ ვიცი საქმის მასალებს, ხო? მაშინ აქ სასამართლოს ბრალზე ვერ ვილაპარაკებთ, მით უმეტეს რომ სასამართლოც ამ პრობლემურია საქართველოში. აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ალბათ სამედიცინო სექტორის მხრიდან დაშვებულ, მე ვფიქრობ, არც თუ ისე წესიერ მოქმედებაზე. იმიტომ რომ რასაც თქვენ ყვებით რომ წინასწარი ადამიანი გეუბნებოდა რომ აი მოკლა ხო ფაქტობრივად ეს არის წინასწარი განზრახვით რა თქმა უნდა წინასწარი განზრახვით ჩადენილი და როდესაც მე მივედი მათთან ბინაში ის მომექცა თბილად იმის გამო რომ მე არანაირი ეჭვი არ შემეტანა და მე იქიდან არ წამოვსულიყავი ის დილობდა რომ ჩემი თავი მარტო დაეტოვებინა იქ რომ მარტო ანუ ჩვენ თვითმხილველი არ გვყავს მე ვარ ერთადერთი ადამიანი და მინდა რომ მაყურებელს მომამბო ეს რას აკეთებდა მე როდესაც დაჭრილი ვიყავი მე ვნებოდა ეხლა გადარჩები ეხლა კიდე ცოცხალი ხარ რომ გავიდო და სიგარეტს მოწოდე და შემოდიოდა მე ვნებოდა შენ ეხლა კიდე ცოცხალი ხარ და მერტყამდა დანას გამეტებით კიდე ცოცხალი ხარ არ მოკვდი გურან და ასესებიდან მიყურებდა ეს როგორ არის ეს რანაირად არის შეურაცხყოფა მთელი ადამიანი ქალბატონო გურან და გააკეთებდა არ მოფიქრო მე არ ვამბობ რომ ამ ადამიანს არ აქვს ფსიქიკური პრობლემები ამ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემები რადგან ის გააკეთა მაგრამ მე არ ვამბობ რა დასკვნაც წერია მთლად ასეთი არ არის ანუ თქვენ ფიქრობთ პრობლემები, მაგრამ მას ჰქონდა წინასწარი განზრახვა. წინასწარი განზრახვა ასეთი ანუ ესეთი ადამიანები მათაც შეუძლიათ დაგეგმონ. იცით, მათაც შეუძლიათ დაგეგმონ დანაშაული. კი ბატონო, შესაძლებელია აქვს ფსიქიკური პრობლემები. ის მკურნალობდა საქმის მასალებში არის 2021 წელს. მკურნალობდა ეს ადამიანი გლდანის ფსიქიატრულ დაწესებულებაში, მაგრამ ფსიქიატრთან შესაძლებელია მკურნალობდეს ადამიანი, მაგრამ არ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული. აქ არ არის სწორად. აი თქვენ რატო ფიქრობთ, რომ თქვენი ყოფილი მეუღლეს კონდა გადაწყვეტილი თქვენი მოკლა. რო გითხრათ რამოდენიმე თვით ადრე აპრილის თვეში რომ მოკლა მერე დამიჭერენო. მე ციხეში წავიდე შენს გამო ზუსტად ეს სიტყვები მითხრა და მე არაფრად
არ მithქვამს წეღანაც აღნიშნე მე ვიყავი ახალი გამოჯამრთელებული მე მქონდა შიშები მე ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად მე რომ მეუბნებოდა პროკურატურიდან მერეკავდნენ და უნდა წამოხვიდე სასამართლო პროცესზე სანამ საქმე შეწყდებოდა მე ვამბობდი რომ ჩამრთეთ მე ვერ მოვალ იმდენად მქონდა შიშები მე დღეს რომ ესე ვარ იმის მერე 3 წელი გავიდა მე ძალიან ცუდად ვიყავი და მაყურებელს ვინც იცის ჩემი ამბავი ეხსომება მე როგორ გამოვიყურებოდი მე მქონდა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიღებული ამ ამბავზე ეს არის აშინელება ადამიანს მიაყენა 33 ჭრილობა და ის ადამიანი შემდეგ დადგეს ჩაწერაზეც ვამბობდი უარს როდესაც გამოძიებელი ჩემთან მოვიდა და უნდა გამოეკითხათ და უნდა ჩაეწერათ და გადაღებულიც არის ეს მაგასაც ვუთხარი უარი რომ არ მინდოდა გამოკითხვა იმიტომ რომ ცუდად ვიყავი თქვენ აი რას ფიქრობთ აი ჩვენი გადაცემა მე არ გამახსენდა არასამართლიანად მოგექცა გამოძიება და პროკურატურა გამოძიება მომექცა არასამართლიანად იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი მე წავიკითხე საქმის მასალები და ძალიან ბევრი ცრუ ჩვენებები არასწორი ჩვენებები არის იქ მიცემული საქმეში დევს იმიტომ აღნიშნე პაატა ჯალაღონი ესეთი მოქმედება რომ საქმეში დევს ისეთი ჩვენებები რომლებიც გამოძიებისთვის საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი და საერთოდ რატოც ჩადო ის საქმეში როდესაც პატა ჯალაღონია თვითონ იყო დანაშაულის ჩადენის ადგილზე და თვითონ ნახა მესად ვიწექი სისხლის გუბეში დაჭრილი და ერთ-ერთი პიროვნება არ მახსოვს სახელი და გვარი იმ ადამიანის რომელიც არ ვიცი თუ არ ვცდები მეზობლის ჩვენება არის რომ აკაკუნებდა კარებზე კვლელმა გაუყო კარები და მე დამინახა სისხლის გუბეში როგორ ვიწექი. ვერანაირად ვერ დამინახავდა, იმიტომ რომ მე ვიწექი, ანუ კოლიდორია, მე არის მისაღები და მე არის ის ოთახი, სადაც მე იატაკზე ვიწექი. ვერანაირად ვერ დამინახავდა ეს ადამიანი. ეს ჩვენება საერთოდ არ იყო საქმეში ჩასადები. იქ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენებები იყო საქმის ჩასადები. ანუ მე რითიც, ანუ თავი მაქვს გატეხილი და რითიც, ანუ სასიკვდილო დაზიანება მომაყენა. ის რითი მაქვს ეს დაზიანებული არც ისდევს საქმეში. არც არ არის ამოღებული, არც დანა, რომელთაც მე ჭრილობები მომაყენა არის ორი დანა, ერთი გატყდა და მეორე დანა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. არც ტელეფონები არ არის ჩვენი გახსნილი და არც ტელეფონები არ უნახავს სამხარაულის ექსპერტიზას, რადგან მოვიდა შეურაცხადი, აღარ აი ესე გულგრილად. რადგან ყველა ისე პასუხობდა პროკურორიდან დაწყებული, ჯალაღონიათი დამთავრებული, რომ რადგან მოვიდა შეურაცხადი, საქმის გამოძიება აღარ გაგრძელდა. ჩემი ადვოკატი ცირაჯ გერენაია, ბაია პატარაიას ოფისში, რომელიც მუშაობს და ეს ოფისი რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებს, წინასწარ მარჩევდა, რომ თუ მოვა შეურაცხადი, საქმე შეწყდება. ამ ადვოკატი ჩემთვის არაფერი არ გაუკეთებია. მე ცუდად ვიყავი, მე არ შემეძლო რომ ფეხზე დაუნდგარიყავი იმ პერიოდში და ამ საქმისთვის თალყური მედევნებდნენ. ჯერ ერთი მქონდა შიშები. სახლიდან გარეთ ვერ გამოვდიოდი. სამსახურში როდესაც გავედი, მე დავყავდი ჩემ დიშულს მანქანით. მე მიყვანდა საღამოთი მომიყვანდა და მომიყვანდა 3 თვის განმავლობაში დავდიოდი ეს სამსახურში და მე სად მქონდა ამის ძალა და ენერგია და ამის რესურსი, რომ მე გამოძიებისთვის იმ დროს თვალყური მედევნებინა. აი ასეთი ჩვენებები დევს გამოძიებაში და გაფუჭებული არის ეს საქმე, გაყალბებული არის ეს საქმე, ყველანაირად, ანუ სამხარაულის ექსპერტიზის მხრიდანაც გაყალბებული არის, პროკურატურის მხრიდანაც და საგამოძიებოს მხრიდანაც არის გაყალბებული ეს საქმე. მათ იფიქრეს, რომ მე მოვკვდებოდი, მე ვიყავი ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ არიან ექიმები აგერ, რომლებმაც მე გადამარჩინეს და რომლებსაც ძალიან დიდი ძალისხმევა მიუძღვით ჩემს გადარჩენაში და როგორი მძიმე პაციენტი ვიყავი, რას ამბობდა ჩემი რეანიმატოლოგი, რომ ჩემი გადარჩენის 1%-იც კი რომ არ იყო და უფალმა გადამარჩინა და ამათმა იფიქრეს, რომ მე მოვკვდებოდი და როგორც უნდა ისე ჩაფარცხავდნენ ამ საქმეს, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი უფლის წყალობით და დგავარ ახლა ფეხზე. ჩემი მოთხოვნა არის, მე გენერალურ
გენერალურ პროკურორს მიუწერე, რომ ჩემი საქმე აიყვანოს მკაცრ კონტროლზე. ეს ადამიანი სანამ გამოვა, როგორც ვიცი, უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა და ჩემი სურვილი არის და ჩემი თხოვნა არის გენერალური პროკურორისთვის, რომ ჩართოს ჩემს მიერ შერჩეული წარმომადგენელი, როდესაც ჩაუტარდება მას ექსპერტიზა, რომ ნამდვილად დავწუნდე, მან იქ რა მკურნალობა ჩაიტარა, რა მკურნალობას გადიოდა იქ და რა რისკები არსებობს ის რომ გამოვა, მე რამეს დამიშავებს თუ არა და ზოგადად, ანუ საზოგადოებისთვის არის საშიში თუ არა. მას პირდაპირ უწერია, რომ არის საზოგადოებისთვის საშიში და მისჯილია 4 წელი იძულებითი მკურნალობა. ეს ადამიანი 2021 წელს რომ მკურნალობდა იქ და რომ გამოვიდა, შემდგომ რატომ არ მკურნალობდა? მას რომ მისთვის რომ ვინმეს ყურადღება მიექცე და მას რომ წამლები დაელია, ესეთი უბედურება არ მოხდებოდა. ვადანაშაულებ კიდე ლამარა ნამგალაძეს იმ თვალსაზრისით, რომ მე ვარ ექიმი და ჩემთვის უნდა ეთქვა და ვიყავი მეუღლე, რომ მას ჭირდა ეს პრობლემა. შესაძლებელია ქონდა ნათელი პერიოდები, ქონდა რემისიები და მე იმ პერიოდში ეს ვერ შევნიშნე, მაგრამ დედამ, რომელმაც იცოდა, რომ მისი შვილს ქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქიკური პრობლემები, მკურნალობდა, რატომ არ ჩამაყენა საქმის ყურში, მე პირიქით დავეხმარებოდი და მივაქცევდი ყურადღებას. ყველაფერი არის, ანუ იქიდან გამომდინარე, ეს რაც მოხდა, რომ ეს ადამიანი არ დაისაჯა ლამარა ნამგალაძე იმის გამო, რომ მე არ მითხრა, არ გამაგებინა, არ ჩამაყენა საქმის ყურში და მასთან დამტოვა მარტო პლუს ამას, როცა ის ადამიანი ჩემზე იყო აგრესიულად განწყობილი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პროკურატურა არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება, იმიტომ რომ პროკურორი არის ზედამხედველი გამოძიების. გააქვთ ეჭვები, რომ მოხდა გარკვეულ წირას რაღაც ბინძური შესახებ. მინდა აღვნიშნო ბოდიში ბატონსაც ან გაგაწყვეტინეთ, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მკვლელი მუშაობდა გორის პროკურატურაში. რაზე მუშაობდა? როგორც ვიცი, საექსპერტო მაშინ დარგში. ექსპერტად თუ მუშაობდა ექსპერტიზა? დიახ, მე ზუსტად ანუ საქმის მასალებში არის იქ, რაზე მუშაობდა და მუშაობდა გორის პროკურატურაში და არის დიდი ეჭვები, რომ ამ ადამიანთან ყველანაირად არის ხელშეწყობილი და ყველანაირად მაქსიმალურად არის გამოყენებული ის ზომები, რომ მისთვის, ანუ ისე გაეკეთებინათ, რომ აცდენილიყო 20 წელი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. აი ესეთი მუხლი ჰქონდა წარდგენილი. დიახ, განსაკუთრებული სისასტიკით. მას ეკუთვნოდა 15-დან 20 წლამდე, ანუ უვადო პატიმრობა. და მათ აღმოურჩიეს ის 4 წელიწადში გამოვა თავისუფლებაზე. სახელმწიფო ვერ აფასებს ამ რისკებს. იყო ანუ მე მაქვს არაერთი კითხვა დასმული, რომ ანუ მე რა უნდა ვქნა, როდესაც ის გამოვა. მეუბნებიან, რომ არის შემაკავებელი ორდელი, არის სამაჯური, რომლებიც არ მუშაობს. მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, ლილოში მოხდა, ქონდა სამაჯური, რომელმა დამნაშავემაც გადაიჭრა სამაჯური, მივიდა ყოფილ ცოლთან და მიაყენა 8 ჭრილობა. მოხდა ეს ლილოში. მე არანაირად, მე რანაირად შეიძლება რომ რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს, რომ დამიცვას, რომ ვიცხოვრო შვიდად. ქალბატონო გულარა, რომ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს ობიექტურად. დიახ. თუ 4 წლის წინ ეს ადამიანი 3 წლის წინ იყო შეურაცხყოფა, ეხლა 4 წელი გავა და ექსპერტიზა ჩატარდებოდა იტყვის რომ გამოჯანმრთელდა. დიახ. ეს ნიშნავს, რომ საექსპერტო დაწესებულებაში რაღაც დიდი პრობლემებია აი ამ საქმესთან მიმართებაში, იმიტომ რომ თუ 4 წლის წინ ეს ადამიანი იყო შეურაცხყოფი. დიახ. 3 წლის წინ. დიახ. ზუსტად მაშინ გახდა შერაცხადი, როცა საჩევის ვადა გაუვა. დიახ. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ამ ადამიანთან მიმართებაში, როგორც ყოფილ ექსპერტთან, როგორც გვებძანებ, საექსპერტო დაწესებულებამ დაიკავა ინფორმაცია. უკაცრავად არასწორად რომ არ თქვა და მაყურებელმა არ გაიგოს არასწორი ინფორმაცია, თვითონ მუშაობდა გორის პროკურატურაში საექსპერტო განყოფილებაში, მაგრამ თვითონ ექსპერტად არ მუშაობდა.
მაგრამ ხო ქონდა დიახ, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, მას ქონდა ყველაფერი გათვლილი. მან ძალიან მე რომ დამჭრა და გადაღება რომ დაიწყო ბატონოსასა. ზუსტად იქ მაშინვე ვიფიქრე რომ ეს რას აკეთებდა. რომ მაშინვე პირდაპირ ეთერში გაჩვენა. დიახ, პირდაპირ ეთერში მაჩვენა. მაშინვე ვიფიქრე რომ ეს ადამიანი ამას აკეთებდა სპეციალურად და აკეთებდა გამიზნულად ამ ყველაფერს. და მე ეს ვერ დიახ, მე ეს ვერ დავამტკიცე. მე როდესაც ამას ვამბობდი, ასეთ მითხრა, რომ ექსპერტებს ეს არ გამოეპარებოდათ. აი ასეთი პასუხი. ხო, მაგრამ თქვენ ხო შეგეძლოთ პატუცემულო გუნარა, რომ აი ამ ექსპერტიზაში ყოლოდა თქვენი წარმომადგენელი ექსპერტი ელემენტარული. დიახ. და ელემენტარული განუძეველი და პროკურორი ვალდებულები იყვნენ აეხსნათ ეგ თქვენთვის. არა მიხსნეს. მე ჩემმა ადვოკატმა ცირაჯ გერენაია მითხრა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ საჩივრდებოდა და იგივე მითხრა პროკურორმა ანა კაპანაძემაც, რომ სამხარაულის ექსპერტიზა არ საჩივრდებოდა. მე თვითონ შევწყვიტე ეს საქმეო და ვეღარ მიუბრუნდებიო. მომიყვანა მაგალითი, როდესაც შევხვდი ანა კაპანაძეს, რომ იყო ასეთი მაგალითები, წინაკვირასაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, გასვენებაში იყო ქალბატონი, ზუსტად ეს მაგალითი მომიყვანა, ქალბატონები და თავს დაესხა ვიღაც შეურაცხადი ადამიანი და მიეყენა ამ ერთ-ერთ ქალს ჭრილობები. ასევე მომიყვა ერთი ფაქტი, რომ ერთ-ერთ სტუდენტსაც ესე შეურაცხადმა ადამიანმა ქუჩაში გამლელმა მიაყენა ჭრილობები და ამ სტუდენტმა საერთოდ დატოვა ქალაქი და გადავიდა სოფელში საცხოვრებლად. რას მეუბნებოდა? ანუ მე რომ დამეტოვებინა ყველაფერი და ჩემს სოფელში წავსულიყავი საცხოვრებლად. იქ მიშვებდა ანა კაპანაძე? ძალიან ძიმე ისტორია ჩვენი გადაცემის ფორმატში, რადგან ეს გადაცემა ჩდებოდა, როდესაც თქვენ მე დამიკავშირდით და რამოდენიმე გადაცემის ნახვის შემდეგ გადიშდა ცურვილი, რომ ყოფილიყავი ჩემი სტუმარი, მე პირველად გავიგე პირველი პირიდან ასეთი შემზარავი ისტორია. შემზარავი ისტორია, რომელიც შეერთვა ქალბატონს, ექიმს და სახელმწიფომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ადამიანი გაწია. და როგორც ქალბატონი გულნარა ბრძანებს, ყველა შეგონა რომ ქალბატონი გულნარა გარდაიცვლებოდა და ამიტომ მისი გვერდის ავლით მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება, როგორც ქალბატონი გულნარა ფიქრობს და ეს არის კიდევ ერთ-ერთი უბინძურესი ფურცელი საქართველოს პროკურატურის არსებობის ისტორიაში, როდესაც ქალბატონს აყენებენ 33 ჭრილობას და დამნაშავე უშჩიან 4 წელს და ქალბატონი დღეს არის დაუცველი, მიმართავს გენერალურ პროკურატურას, მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და ვერც ერთი უწყება სათანადოდ ვერ ეხმარება იმაში და ვერავინ ვერ ეუბნება, რომ თქვენთან მიმართებაში უკანონთა ჯაჭვი არ გაგრძელდება, რომ არ ჩატარდება ისევ ექსპერტიზა, ისე რომ თქვენი მეუღლე, რომელმაც ასეთი უსასტიკეს დანაშაული ჩაიდინა, გამოვიდეს გარეთ და თქვენ რანაირად უნდა იცხოვროთ, რანაირად უნდა იმუშაოთ, აი ესეთი კითხვა ჩემთან. თქვენ ხო ექიმი ბრძანებით, ყავთ პაციენტები, თქვენ იქნებით კონცენტრირებული თქვენ პაციენტებზე? ხო ძალიან გამიჭირდებათ, ხო? გამიჭირდება, კი, ნამდვილად გამიჭირდება. დიდი იმედი მაქვს გენერალური პროკურორის მიმართავ თქვენი ეთერიდან, რომ გადახედავს ჩემს საქმეს, მკაცრ კონტროლზე აიყვანს და ველოდები მათგან უკავშირს. იცით რა მაინტერესებს პატუცემულო პროკურორებო, ღმერთმა დაგვიფაროს და ის ადამიანი გამოვიდეს და ჩაიდინოს იგივე ამ მსგავსი დანაშაული. ელემენტარულად თუ კანონის არ გეშინიათ და ყველაფერზე მიდიხართ, ღმერთის მაინც ხო უნდა გეშინოდეთ. როდესაც ხედავთ თქვენ, რომ ადამიანს 33 ჭრილობა მიაყენეს და ამ საქმესთან მიმართებაში პროკურატურა არ აწარმოებს ეფექტურ გამოძიებას. არ ვიცი უბრალოდ რა ადამიანები არიან ესენი, როგორ აზროვნებენ? შეიძლება ვთქვა კიდე. აი როგორ აზროვნებენ, როდესაც გიყურებენ თქვენ და ფაქტობრივად ერთი წლის შემდეგ გტოვებენ სავარაუდო ახალ დანაშაულის პირისპირ. დიახ.
საქმის გაყალბება დაწყებული იყო ჩემი დაჭრიდან იმ საღამოსვე, მე როდესაც კლინიკაში შემიყვანეს. კლინიკაში როდესაც შემიყვანეს, დაახლოებით იქნებოდა 2:30. დაახლოებით ზუსტად საათი არ მახსოვს. და ჩემ ადამ გაიგო 12:30-ზე. ვინ იყო ვალდებული, რომ ოჯახისთვის ეცნობებინა, რომ მე ვიმყოფებოდი კლინიკაში, აი ასეთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. მე ხომ ჭირდებოდა ვინმე, მე ვიყავი უპატრონოთ იქ. ჩემმა მამამთილმა ნოშრევან გადელიამ დაურეკა მის მეგობარს, რომელიც ცხოვრობს ამ კლინიკის წინა კორპუსში და უთხრა, რომ მე ვიმყოფებოდი იქ და მოვიდა ის. მათ არ გააგებინეს ჩემ ოჯახს. რომელი უფრო იყო მნიშვნელოვანი იქ მოსასვლელად. ის უცხო პიროვნება თუ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი და მამა ჩემი, თუ ვინ იყო იქ, ვის უნდა გაეგებინებინა ჩემი ოჯახისთვის. პოლიციას უნდა გაეგებინებინა თუ კოლერის ოჯახს უნდა გაეგებინებინა. პოლიცია იყო ვალდებული, როდესაც მოხდა და ეჭვია რომ საქმის გაყალბება დაწყებული იყო იმ საღამოსვე. 12:15-ზე ჩემთას გააგებინა კოლერის დეიდამ. მადონა ნამგალაძე. თქვენ იყავით დიახ, Facebook-ით. პოლიცია არ გააგებინა. 12:15-ზე. იმიტომ რომ საქმის გაყალბება იმ საღამოსვე იყო დაწყებული. შემზარავი ისტორია, რა ვიცი, თითქმის ერთ წელზე გადაცემა მოყავს და ასეთი შემზარავი ისტორია გამოძიება დაინტერესებულა. არ ვერასდროს ფაქციონობულა რა ახლა. აი ერთი წელი არის კიდევ დარჩენილი კრიმინალის საჩელიო. დიახ. ფიქრობთ რა თქვენ, რომ თქვენი მეუღლე ელოდება ერთი წლის გასვლას და ის ხალხი ელოდება ერთი წლის გასვლას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალი ექსპერტიზის დასკვნას ძალიან იოლად აიღებენ, რომ თქვენმა მეუღლემ დატოვოს საპატიმრო დაწესება. რა თქმა უნდა, ბატონო ზაზა, მაგას ვფიქრობ, სხვას არაფერს არ ვფიქრობ. და იმიტომ ვარ ზუსტად ორიენტირებული ამ საქმეზე და სულ ვფიქრობ ამ საქმეზე, რომ მე ვიყო დაცული და მე გამაგრძელო ცხოვრება მშვიდად. ვიცხოვრე მშვიდად ჩემს სახელმწიფოში. ნუ თუ არ შეუძლია სახელმწიფოს რომ დაიცვას ადამიანი თავის ქვეყანაში. ფაქტია რომ არ შეუძლია პირველად თქვენ ვერ დაგიცვეს, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ციხესამართ საპროცესო კოდექსის სტატუსი არ აქვს დაზარალებული, ვალდებულია სახელმწიფომ დაიცვას და სახელმწიფო ქალბატონო გულნარა ეუბნება, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია გავაკეთოთ. აბა ვინ უნდა გააკეთოს? ისმის კითხვა. რისთვის არსებობს პროკურატურა, რისთვის არსებობს პოლიცია, რისთვის არსებობს სასამართლო, რისთვის არსებობს ელემენტარულად ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ვალდებულია რომ თავის მუშაკს მიაქციოს ყურადღება. მაშინ გამოდის რომ ჩვენ გადასახადს იმიტომ ვიხდით, რომ ამ ადამიანებმა მაღალი ხელფასი აიღონ და როცა ადამიანი ჭირდება, ეს ადამიანი გაწერო. ნუ არ ვიცი რა სახელმწიფოში ვცხოვრობ, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ეს უბედურება აიტანოს, რაც თქვათ ქალბატონ გულნარასთან მიმართებაში დაფიქსირდა და სახელმწიფო იყოს გულგრილი. არ ვიცი, უბრალოდ კომენტარის გაკეთება მიჩნევს. ქალბატონ გულნარა, აი თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მაინც დაგიწყეთ გვერდით. ნამდვილად საზოგადოების მხარდაჭერა მჭირდება პირველ რიგში, დიახ, იმიტომ რომ საზოგადოება შეუძლია რომ სამართალი იპოვოს ადამიანმა ამ ქვეყანაში საზოგადოების დახმარებით, მაქვს დიდი იმედი საზოგადოების რომ დამეხმარებიან ამ საქმეში და რა თქმა უნდა ველოდები უკვე კავშირს, რომ რაიმეს სახით იქნება რაღაცა ზომები მიღებული, არ ვიცი რაც უნდა ის მოიფიქროს სახელმწიფომ, რომ რაიმე ბერკეტი, რომ აი ასეთი დამნაშავეების იყვნენ კაც კონტროლზე აყვანილი შემაკავებელი ორდერი არ მუშაობს, სამაჯური არ მუშაობს, არ ვიცი. ეს უკვე გენერალური
პროკურორის და გენერალური პროკურატურის გადასაწყვეტი არის და მათი გასაკეთებელი საქმე არის. რომ ადამიანმა იცხოვროს სახელმწიფოში უშიშრად, გადაადგეს უშიშრად და ქუჩაში გამოსulis არ ეშინოდეს. ანუ თქვენ ფაქტობრივად გაქვთ მოლოდინი, რომ 1 წლის შემდეგ ფაქტობრივად თუ თქვენი ყოფილი მეუღლე რომ ჩაიდინა ასეთი საშინელი დანაშაული განთავისუფლდება, ფაქტობრივად თქვენ ქუჩაში გადაადგილება განიჭირდება. განიჭირდება ნამდვილად. მე არანაირად არ ვარ დაცული. მე არ ვიცი ის რას ფიქრობს. რას მკურნალობენ იქ, როგორ არის, არაფერი მე არ ვიცი. დაზარალებულს ამასთან დაკავშირებით მე არავინ არ მაქვს ამაზე ინფორმაციას. საერთოდ მკურნალობს თუ არა იქ. არა, მკურნალობენ თუ არ მკურნალობენ ეს მეორე საკითხია, მაგრამ ადამიანი თუ იყო შეურაცხყოფი და ზუსტად როდესაც განაჩენი დადგება უცხოეთ შერაცხყოფი ხდება, ჩემი აზრით მე შემიძლია შევაფასო, რომ აქ ხდება გარკვეული манипуляციები და ექსპერტების მხრიდან ხდება კიცელებების ჩემი აზრით გაყალბება. დიახ, რა თქმა უნდა, გეთახმებით, ზუსტად მაგას საუბრობ მეც, ზუსტად აი ეგ მინდა რომ ჩატარდება ექსპერტიზა გამოსვლის წინ, ამიტომაც მინდა რომ ჩემი შერჩეული აუცილებლად ჩატარდება, ჩემი შერჩეული წარმომადგენელი დაესწროს და ზუსტად ან უნდა იყოს განხილული მისი ანუ მდგომარეობა, რა მდგომარეობაში შევიდა, რა მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად როგორ არის და როგორ გამოჯამრთელდა 4 წელიწადში ეს ადამიანი. ქალბატონო გუნარა თქვათ ღმერთმა დაგიფაროთ და რასაც თქვენ ეჩვობთ ის მოხდა. მაშინ სახელმწიფო არ ვალდებული ქალბატონ გუნარას გამოუხოს დაცვა. თუ სახელმწიფოს არ შეუძლია რომ კრიმინალებმა თარეში აღკვეთოს კრიმინალების და სახელმწიფოს არ შეუძლია რომ ქალბატონი გუნარას ნაირი ადამიანები დაიცვას, მაშინ სახელმწიფო უნდა იღონოს რამე, რომ ქალბატონი გუნარა გადაადგილდებოდეს დაცვით. თუ მაგალითად ქალბატონ გუნარასთან მიმართებაში განმეორდება თავდასხმა, ვინ უნდა აქვს პასუხი? ასეთი ადამიანი არ არსებობს. ყველა ერთმანეთსკენ გაიშვეს ხელი. ადგენიან ამ ადამიანს ისევ დააკავებენ, ღმერთმა იცის თუ რა დაგემართება და კრება გარჩება მხიარული. ეს არის სახელმწიფო? არაერთი შემთხვევა არის, სახელმწიფო ვერ აფასებს დანაშაულის რისკებს. ჯერითი ამასთან დაკავშირებით დიახ, უნდა აფასებდეს ამ რისკებს და უნდა იყოს შესაბამისი ბერკეტი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი სიცოცხლის უფლების ხელყოფის უფლება არავის არ აქვს. ფაქტობრივად სახელმწიფო ქალბატონ გუნარასთან მიმართებაში ჩაიდინა ქალბატონ გუნარას ჩემი აზრით სიცოცხლის ხელყოფა, იმიტომ რომ არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება, ქალბატონ გუნარას მიმართ განხორციელდა განზრახველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოში. ამაზე მძიმე მიგლი სისხლის სამართალდამცავ კოდექსში არ არსებობს. სახელმწიფო ვალდებულია ქალბატონ გუნარას სიცოცხლე დაეცვა. როდესაც საქართველოს თავს იწონებდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას ხელი მოაწერა, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციამ სახელმწიფოს დაუდგინა ეფექტური გამოძიების სტანდარტი. ეფექტური გამოძიების სტანდარტი თითქმის ძალიან ბევრ საქმეებზე იგოვა. აი ჩემ ეთერში მაგალითად რამოდენიმე საქმე განვიხილეთ, სადაც სახელმწიფო მიზანმიმართულად დაარღვია ეფექტური გამოძიების ვალდებულება. თუ ესე გაგრძელდა, ქალბატონი გუნარასნაირად ღმერთმა დავიფაროს, რომ გაჩნდნენ ქალბატონები, რომლებიც თავს დნობენ და უცველად და ელოდებიან თავდასხმას ან ყოფილი მეუღლისგან, ან მეუღლისგან, ან გინდა მეგობრისგან, ან გინდა მეზობლისგან, ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული. არ უნდა გქონდეს ადამიანს შეგრძნება იმისა, რომ მას თავს დაესხმებიან, მოკლავენ, ან სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას მიაყენებენ და მას სახელმწიფო არ დაიცავს.
და მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი განწყობა ქალბატონ გუნდარას და ეს არის სავალალო ფაქტი ჩემი აზრით. ქალბატონ გუნდარა აი რამის დამატება ხო არ გნებავთ? ისევ მიუმართავ საზოგადოებას, რომ დამიდგენ გვერდში, საზოგადოების მხარდაჭერა მჭირდება და ისევ მიუმართავ გენერალურ პროკურორს, რომ აიყვანოს ჩემი საქმე მკაცრ კონტროლზე, გადახედოს ჩემს საქმეს და რის გაკეთება შეიძლება დამიდგეს გვერდით პროკურატურა და ჩემი სახელმწიფო, რომ მივიყო დაცული საქართველოში და ვიცხოვრო მშვიდად ჩემს ქვეყანაში. უბრალოდ ძალიან მძიმეა ქალბატონი გუნდარას მოსმენა. ძალიან მძიმეა ქალბატონი გუნდარას ისტორია. ძალიან მძიმეა ის შიშები, რაც ქალბატონ გუნდარას აქვს. და რატომ აქვს ეს შიშები? იმიტომ რომ სახელმწიფო არ დგას თავის სიმაღლეზე. ჩვენი გადაცემის ძირითადი არსი არის ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ქალბატონები, რომლებიც დაუცველად ცნობენ თავს, სახელმწიფო ვალდებულია, რომ მათ დაეხმაროს. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს და მოუწოდებთ სახელმწიფოს, რომ დაიცვას ქალბატონ გუნდარას ინტერესები, რომ ქალბატონი გუნდარა ამბულაშვილი იყოს დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ ქალბატონ გუნდარას საქმეზე ხშირ კომუნიკაციას. ვიქნებით ქალბატონ გუნდარას გვერდით. აუცილებლად გავაკონტროლებთ თუ რა ხდება ქალბატონ გუნდარას განცხადებების ირგვლივ და გვექნება ჩვენი რეაქცია, რომ ქალბატონმა გუნდარამ თავი იგრძნოს დაცულად. ეს არის ღირსების საქმე, ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა დაიცვას ისეთი ადამიანები, როგორც ჭამდება ქალბატონი გუნდარა აბულაშვილი. დღეს ჩვენი გადაცემა პატიციონურ მეგობრებო მიუახლოვდა დასაწყობს. მართლაც უმძიმესი ფაქტი განვიხილეთ უმძიმესი შემთხვევა, როდესაც ადამიანს მიაყენეს ქალბატონს 33 ჭრილობა და ქალბატონი აი ამ მიყენებული ჭრილობების შემდეგ სასწაულად გადარჩა. ღმერთმა დაგლოცოს ქალბატონო გუნდარა, მინდა წარმატებები გისურვო და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენში გვერდში დგომას. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს იყო ზაზა ხატიაშვილის პირდაპირ ეთერი, არასამართლიანი სასამართლო და ჩვენ ყავდა საკმაოდ ცნობილი ექიმი, სტუმრად, რომელიც სახელმწიფო მიატოვა. კარგად ბრძანდებოდეთ.